დღე განსაკუთრებული მხიარულებით დაიწყო. თავარ როლში მამები იყვნენ. იყო ბევრი ბედნიერი სახე, ღიმილი და დაუვიწყარი ემოცია. იყო სტერეოტიპების ნგრევის აშკარა მცდელობა. სტერეოტიპის, რომელიც მამაკაცების ჩართულობას ბავშვების აღზრდაში აგნინებს. შვილის ცხოვრებაში მამის როლს მეორე ხარისხოვნად წარმოაჩენს. სწორედ იმიტომ, რომ მამები დედების თანასწორად აღვიქვათ და მათაც შვილებზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, საქართველოში დღეიდან მამის დღე აღინიშნება. გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გასაზრდელად. საქართველოში მამის დღის შემოღება გახლავთ სწორედ ჩვენი გლობალური ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯით ხელს შევუწყობთ მამაკაცების ჩართულობის გაზრდა საოჯახო საქმიანობაში, შვილების აღზრდის პროცესში, რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. გვიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას, რომ უცებ აიტაცა მთელმა საქართველომ ეს დღე და ბედნიერები ვართ, რომ ერთად ყველანი ამ ძალიან კარგ ტრადიციას ვამკვიდრებთ. ვის უფრო უხაროდა დღესასწაული რთული სათქმელია. ვინ იყო ამ დღის გმირი, მილოცვის ადრესატი. ბავშვები მამებს ულოცავდნენ, მამები კი ბავშვების მხიარულებასა და სურვილების ასრულებაზე ზრუნავდნენ. ძალიან მაგარი ღონისძიება, მივესალმებ იდეის ორგანიზატორებს. კარგი იქნება სამომავლოდაც გაგრძელდება და დარწმუნებულობა გაგრძელდება, იმიტომ რომ მამის ჩართულობა მე ვფიქრობ არის უფრო მეტი თუ არა არანაკლები და დედის ჩართულობა. პირადად მე ვსდიდა მამა ყველანაირად დღემდეც მაგაცები ვარ და მინდა რომ მე და მეც ასე ვიყოთ მომავალში. მედალიზე ჯერ კიდევ მუცლიდან მეგობრობთ უკვე და დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ, ყოველ დღეს ერთად ვატარებთ. სამსახურში ვერ გავდივარ ისე თუ არ ვეთამაშე და რომ მოვდივარ პირველი ის არის რომ ვეთამაშები ეგრევე და რა ვიცი, მე მგონია რომ ძალიან ბევრს გადავცემ მას და იმისგანაც ძალიან ბევრს ვიღებ და ასე უნდა იყოს ყველა, მე ასე მგონია. მედალზე იწერება ლექსები, სიმღერები, ზღაპრები, აბსოლუტურად ყველაფერი და მამა ცოტა პასიურ როლშია რაღაც ეგეთი და არა და რეალობა არის სხვანაირი. სტერეოტიპების ეპოქა დამთავრდა, მადლობა ღმერთს რა. და ვით უმეტეს გოგოებს რაც შეეხება ეს ცალკე თემაა, ჩვენ სხვანაირები ვართ. ულოცავ ყველას და შევხვდებით ხოლმე 19 ივნის კაი დრო გავატაროთ. იყო მხიარულება, აჟიოტაჟი, ბევრი სიმღერა, სამახსოვრო ფოტო, ლექსები და რაც მთავარია, ბავშვების თვალით დანახული მამის დღე და საყვარელი მშობლების დახასიათება. მე ძალიან მიხარია ეს რადგან მეც გავხდები ოდესმე მამიკო და მეც მე ჩემთვისაც იქნება ეს ოდესმე ეს რამე ეს აღსანიშნავი რამე. ჩემი მამიკო არის ძალიან კეთილი და გონიერი. ჩვენთვის დღევანდელი დღე არის მამების დღე. მე ძალიან მიხარია ეს დღე, რადგან მამას საჩუქარი უნდა ვაჩუქო. ჩემ მამიკოს მე ძალიან მაგარი მამიკა. საქართველოში პირველი მამის დღის აღნიშვნა ასე მხიარულად დასრულდა, თუმცა თარიღი სიმბოლურია. 19 ივნისის გარდა ყოველ დღე ყველა ბავშვისთვის მამა საამაყო, ზრუნველი, კეთილი, ჭკვიანი, მოსიყვარულე და ყველაზე მაგარია.